წაიყვანე. არა, ფულ არ გთხოვ. ძალიან მაგარი იყოლებათ, როგორ წაიყვანე. ფული არ მაქვს, გთხოვ. ყველაზე მამაკაცური გუნდია, ყველაზე მეტი ტესტოსტერონი ჩემ გუნდში არის. აუებიც არიან. და დაუბრუნდები ამათ ჟინაზე დაუბრუნდები და ამ ფეიქ ტიპებს გავანადგურებ. ფულ არ შენ მაგარი კაცი ხარ, მე ამაზე მოვ. მოგესალმებით მეგობრებო, სეტის ამ წლის ბოლო ეპიზოდი. და დავაგვირგვინოთ სეტის მთავარი უკვე ინტრიგა. მთავრესი შვილით აუქციონით. წლის აღმოჩენა შემე. კი ბატონო. როგორც ხედავთ, ეს ეპიზოდი არ ვიცი როდის დაიდება უდიდესი ალბათობით, ან 28 დეკემბერი იქნება, ან 31. სადაც მაგ პერიოდში ახალი წელი მიულოცოთ ხალხს. როგორი საახალწლო განწყობა გვაქვს სტუდიაში, ესეც უნდა აღვნიშნოთ, დეკორაციები, ტაფსონაზე და რა თქმა უნდა ზედა ასევე ბირთვით გოზინაყი რომელიც წინ გიდევთ ძალიან დააგემოვნეთ საოცარია პირდაპირ ეს განწყობა რომელიც ჩვენ გვაქვს და რაც მთავარია მეგობრებო წელი რომელიც მოდის არის ცხენის წელი ვა ცხენის წელი მაგალითად მე ვარ ცხენის წელს დაბადებული 1990 წელს ვიცი მაყურებელს ძალიან აინტერესებდა ეს ანუ შენ ხტები ხა ან 36 წლის ან 42 ორი ხარ 36 წლის შესაბამისად ჩვენი ბოლო აუქციონი წლის იქნება ცხენის წელს დაბადებული ფეხბურთელების აუქციონი მეგობრებო ვა ანუ აქ არის 2002 წელი აქ არის 1990 წელი როგორც იცით 12 წელიწადში ერთხელ მეორდება რაღაცის წელი ცხენი იქნება 78 წელი მიამატებენ უკან წამოდი კი რა თქმა უნდა 78 12 ხო 66-იც არის და კარიერა დასრულებული მეგობრებო ყველა ფეხბურთელია საერთოდ კარგი ხარ ეხლა მე არც კი ვიცი ვინ არის ცხენის წელი მიულოცოთ არის ის რომ წარმოდგენა არ გაქვთ რაზე თამაში ეს ეს მეკითხება შენ 90-იანი ვინ არის რომ ცხენის წელს დაბადებული არა ხო შეიძლება იცოდე რაღაც მე მესი როდესაც დაბადებული ხო იცი კი როდის აბა ცხენის წელში არ არის 86-ში არ არის 86-ში ეგ იცი კი ხომ არ არის ვის წელი იყო არ ვიცი არ არის ცხენის წელი ცხენის არის 90 90 2002 გავიგე 86-ში არის 66 ვინო? მესი არ არის, ანდრო, არის ფიქრო მაგაზე, ხო? მესი არ არის. 18-ი არის. 38-ის არის. 39-ის ხდება ანდრო. მესი. ხო, 2026-ში მოდის. კაი. 86-იანი თუ არის, 40 წლის გახდება. შენ გწევს. ანდრო. კი. არა, 39-ის ხდება. ანდრო? არა, 86-იანი, ხო 7-იანი. ანდრო, დამიბრუნდი. არ უკაცრავად რაღაც. ეს გამოთვლები და სისმალეები ამოვიღოთ თუ შეიძლება. მესი და რონალდო არ არის. ბურმან ყრო არ არის. ბურმან ყროც არ არის. არ არის, არც რონალდო არ არის. გეტყვით რომ მილიარდი გექნებათ ტრადიციულად არც დავინჩი. ყველა არის ფეხბურთელი ნამდვილად. ბატონიკა ერთი კითხვა მაქვს რა მე აღარ ბატონიკა გამაღალია, მაგრამ კი ბატონო. მე რამდენი მოგმართ ეს ცხოვრებაში კითხვა ეგრე. ბევრჯერ მომმართავ თქო სხვა მიზეზთან გამო. უკაცრავად. ბატონიკა ისევ იმ პრინციპით მიყვებით რომ პირველ სიტყვი მაგაზე უკეთესი არ ამოვა რა თქმა უნდა ზუსტად იგივე აუქციონს თამაშობ უბრალოდ არ ვიცი თუ ვინ არის ცხენები მოკლედ წესებს უბრალოდ მაყურებელს შევახსენებ ისაც ნანახი არ აქვს პრინციპი იგივეა მილიარდი $, 4-4-2 თამაშობთ რადგან ყველაზე სტანდარტული საფეხბურთო ის რო ავიღოთ ალბათ 4-4-2 არის ნუ კი ხო, იმიტომ რომ ეხა ვინგერი ძალიან თანამედროვე გამოგონებაა, ეხა ვინგერი სად იყო 60-იან წლებში. ხო, ძველ იმას მივყვებით რა, ჩვენ რაღაცა შეგეძლო ამოტრიალებული W. ხო, და რაღაცები არა, თუმცა ისევ იქნება პირველი ვისაც გამოვიყვან იქნება საუკეთესო ვერსია, მეორე შეიძლება იმ დონის ფეხბურთელი იყოს, ოღონდ ფასში სხვაობა არ იქნება, რა თქმა უნდა, და მისტერი ბოქსში ხან უკეთესი იქნება, ხან უარესი იქნება, ღმერთმა მაინც დაბლა გამოდის, ხო, ყველა ორია. რა თქმა უნდა და გთხოვთ შეეცადეთ, ახალი წელია. ხალხი გიყურებ და არ იწუწუნოთ იმდენი, რამდენსაც წუწუნებთ ხოლმე. მე საერთოდ შენ არ გასწავლ. არა, მე ნამდვილად ეს ვიქნები, აი, დღეს ძალიან წუწუნი არ მახასიათებს ნამდვილად. ცხენის წელი, ცხენს ვცეთ პატივით. ცხოველი ცხენის წელი მოდის მეგობრებო. ნერვებს არ მოვიშლი და არ აყვები ემოციებს. მე სადღაც მაინც მერხევა ხოლმე, მაგრამ დღეს აი მაგ მაინცეთი თუ არ მასწავლეთ, ჩუმად იყო. ჩუმად კი არა. აუცილებლად ეგრე იქნება. გიორგი ფულარიანი, ნიკა ტაბატაძე და ანდრო ხელაძე შეეცდებიან რომ შექმნან საუკეთესო გუნდი ცხენის წელს დაბადებული ფეხბურთელებისგან. დავიწყოთ მეგობრებო. დავიწყოთ და პირველი ვისაც შემოგთავაზებთ, მოდი მე კარით დავიწყოთ. რატომაც არა. მივყვეთ. დინო ძოფი. 70 მილიონი. საინტერესოა. არა ვიცი უდიდესი მეკარეა განსაკუთრებით მე-20 საუკუნიდან. მე მინდა 70 მილიონი 75 მილიონი დინო ძოფი 80 მილიონი დინო ძოფი უკეთესი უნდა იყოს 85 მილიონი 85 მილიონი 90 მილიონი 90 მილიონი დინო ძოფი
90 1 95. 95 მილიონი. არა მოვა. არ 1 2 3 აფსონასთან წავიდა დინოძობი. მადლობა, აფსონა დააყენებს ახლა კარში დინოძობს. იცი როგორ ჟღერს ხა აი ამ განაცემის მაყურებლებს სულ ფეხებზე კიდია დინოძოფი, ნუ ზოგს არა. ანდრო, შენი გათვლები ამ შემთხვევაში. იქნება ყველა ეპოქიდან ხალხი, რა თქმა ვიცი, უნდა. ანუ ყველა დროის საუკეთესო მეკარეებში ტოპებში არის უეჭველი ძოფი, მაგრამ მე მის კარიერას ვერ მოვესწარი შესაბამისად სენტიმენტები. ანუ ასე არ შეგგვინახავ. აი შეიძლება ნახე შენ. ეგრე შენს რამდენი ფეხბურთელი იქნება ქვის კარიერას ვერ მოისწარი. ნახეთ აფსონ შეიძლება მე მენიოს აყვანა უფრო გამისწორდე. ბაზარი არ არის, კაცო. ეს ზოფის მიუხედავად იმისა, რომ ზოფი ბევრად დიდი მეკარე ხო? ბაზარი არ არის. ნიკო 95 ხო კაცო? ენდრიკისნაირი ტიპი არ ვარ, რომ ბობი ჩალტონთან მესმის. არა, გასაგებია კაცო, ოკურამის ამბობ, მაგრამ მე მგონია რომ პირველ მარცხენა მცველს შემოგთავაზებთ. მეგობრებო, ნუნუ მენდეში. ფასი 60 მილიონი. 65. ხო, ფასებზე მაინც წარმოდგენა რო ქონდეთ დინოძოფი, ნუნუ მენდეშზე ძვირი ღირს, დინოძოფის კარიერა. ხადია. ყველა ან აქ ვითვალისწინებიან კარიერას. ოღონდ რა თქმა უნდა, ფეხბურთი რომელიც აკავთ ამ მისი კარიერის საშუალო არითმეტიკული, ანუ რაღაცა შუალედური და არა ის ერთი. ბაზარი არაა, კაცო. მაგარი იყო. გასაგებია, ხო? ნუნუ მენდეში 60 მილიონი, სად ვართ? 65. 65, 70. 75. 80. 100. 105. 130. 115. 140. 140 მილიონი. აიღოს კაცო. 140 მილიონად 1 2 და 3 ენდეში წავიდა. არა, ნუ მენდეში ფანტასტიკური ოფცია არის ხა, მაგას რა. აი ნახე, ხალხო, ერთ რაღაცებით ვინ ამოვა რა. მე ერთ რაღაცას ვიკითხავ, აქ მოყვანილი ფეხბურთელები უნდა გავითვალისწინოთ თავიანთი პრაიმით, ხო? უნდა გაითვალისწინოს საშუალო არითმეტიკული მათი კარიერის რა. პრაიმი ხა 5 წლიანი თუ არა, ეგაა საშუალო არითმეტიკული მისი კარიერა. მოქმედ ფეხბურთელებზე თუ სვავთ კითხვას, ალბათ ცოტა უხერხული იქნება, რომ კარიერულად შევადარო კარიერა დამთავრებულ ტიპს, ხო? ხო, ამიტომ უნდა გასაშუალებ პრაიმი უფრო ლოგიკურია. ბატონო, პრაიმი დაარქვით, უგინა საშუალო სტატისტიკური მისი კარიერის. ნუნუ მენდეშის ნაირი პრაიმი თითოეულ როლა მარცხენა მცველს ქონია და მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ცხენის წელსია დაბადებული ან მალდინი ან კარლოსი ან სხვა რომ იშლიკოული. ან იშლიკოული. პირველი ნუნუ მენდეში ვთქვი. გვახსოვს ხო ეს? 140 მილიონი. 140. კი ბატონო. 140 წაიღო. ხო, ნუ მეგობრებო, მე მინდა რომ პირველი ფორვარდი გამოვიყვანო. პირველი ფორვარდი მინდა გამოვიყვანო, რომელიც არის ეუსებიო. და ამის თქმა შემიძლია, რომ ეუსებიოზე ძვირადღირებული ფეხბურთელი არ გვყავს. შენგან საინტერესოდ ისმის ვაჩო. ეუსებიო არის მიზესთა და მიზესთა გამო. ამ ფულით ეუსებიო არის 130 მილიონი. პოლით ეუსებიოს ვიყიდით. 130 საწესი? გაწვის ფასი 130. და იანვარიუსის ამბავი? ხო და რავი, რა პოლით ვიყიდით, ეხლა ვნახოთ. 130 ეუსებიო. რა 140. 140. 140. ეუსებიოზე კი, კაცო. ეუსებიო მეგობრებო. ჩრდილოეთ კორეას რაც უქნა მაგის, რა ვიცი, ხალხი შოქშია დღემდე. ბაბუაჩემ 150. 170. 170. 180. 180. ერთი ძამით. 180 და შენ არის ხთი გოუთ პორტუგალიელიაო? რაღაცები მეგობრებო. გავუწელეთ. ტყუილი და ნოდარ მელაძის მონოა. უკაცრავად ნოდარ ბოდიშვიხთი, თუმცა მოიცერცა. 190. ჩემი ბიდი არის ბოლო. 1 2 115. 190. 200. ბიჭო, ამაზე უკეთესი არ იქნება, ხო არა? მომეცი. წავიდე 200-ად წაიყვანო. 2 3. ჯინო ძოფი მყავს კარში ეუსები. ბაბუების გუნდი ყავს. ზოიშთა რა თაობაცა წარმოადგენ იმ გუნდს? მაგრამ ძალიან მაგარი ფეხბურთელების გუნდი ყავს და. ეუსებიო. ნუ გუნდი რა, ეგაცია მხოლოდ მაგრამ. წმინდა. მენდეში ყავს ხო? 200 იყო ხო ნიკუშ? კი. პირველი წმინდა იანვარიუსი ჩემგან არის. პირველი ცენტრალური ნახევარმცველი მეგობრებო, ტონი კროსი 120 მილიონად. რატომ განცდა რომ ამ თამაშში ტონი კროსი უკვე სადაც ამოვიდა და მითამაშა. დეჟავუ. არ ვიცი იყო 125. 140. 210. და 140-დან 210-მდე კარგი. ეგ არის ბოლო ფასი რა. ეგრევე 210? შეიძლება ამ დროს 360-დან უღირს. 220. 220. 220. ტონი კროსი. 20. ანდრო 220. 225. 225. ჩემთან ტონი კროსი, ჩემთან. არა, გავწიე გიზარდა 5. აწიე? 5-ით. კი ბატონო. 230. 230 მაშინ. აჰა. 1 2 და 3. 230-ად ტონი კროსი წავიდა ფულარასთან. მივაწეროთ ტონი კროსი. მაგარი შენაძენია ძალიან. 200. ბიჭო, ტონი კროსია ძრო. მე უსებიოში მაქვს 200 გადახდილი, ანუ არ უნდა ნოფე. არ ტონი კროსი გენიალური გიჟდები, მართლა, აი გიჟდები, მაგრამ
ეს ხა 300-ები და 230-ები ცოტა. კაი, 230 იყო 35, ხო? 230-ად წაიყვანე. პირველ მარჯვენა მცველ შემოგთავაზებთ, მეგობრებო, კაილ უოკერია. ხო. 60 მილიონად. ამბავიეთ. ბევრი არის. 60 მილიონი. 65-1. გაერთით არა პრობლემა. 80 მილიონი. მაგაზობეთ. არა, არ მინდა. 1, 2 და 3 უოკერი წავიდა ანდროსთან. გონია რომ რაღაც ნორმალური პრაიმ შოკერი, ანუ ტიპზე რომ გამოვიდა? აი პაკეს ვინ შეაჩერებს, იმას ვინ შეაჩერებს, ამას ვინ შეაჩერებს, ოკერი პირველი ვარიანტი ხო. სიუსის ნუ დაწევა. ამართლებს. პრაიმში აღარ იყო, მაგრამ ხო რა პრაიმ ეხა ეხლანდელი ოკერი ვის ეხლანდელი ის დინოზოფის არ გინდა. ცენტრალური მცველები ორად ყავს გაყოფილი, მარცხენა ცენტრალური და მარჯვენა ცენტრალური. და მოდით პირველი იყოს მარცხენა ცენტრალური და კარლეს პუიელს შემოგთავაზებთ. 70 მილიონად. პუიელი 70. პუიელი ამას ამბობ. 80. არ მე მევასებოდა პუიელი ეგრეთ. კაი, 85. 10? 100 მილიონი. კარლეს პუიელი. გამარებით ხო? 100 მილიონი. 1, 2, 3. პუიელი წავიდა 100 მილიონად. აბსოლუტურად უნდა ყოფილიყო როგორც შემთაგროვს. პუიელი არის და ლომის წელს უფრო უხდება. ვითო? ვიდრე ცხენს არა? ხასიათის ფაფარიც ქონდა ის. მოდი მარჯვენა ფაფარიც ხო არის? ცხენსაც ხო არის? მარჯვენა ცენტრალური და რიო ფერდინანდი არის მეგობრებო. აი ეს მარჯვნივ დავაყენე, მარცხნივ დავაყენო პუიელი. მარცხნივ კი. რიო 70 მილიონად. 100. 100. 100? რიო პრაიმში 105. არა, ეგრევე რო აწია მაგაზე. 110. 100. 15. 115? 120. რიოც კი ვერ იფიქრებდა, როცა ლიციდან მცველის რეკორდი დაამყარა, როცა იუნაიტედში გადავიდა. ამ თაღაზე იქნებოდა. აი, სოცად გაიყიდებოდა. ახალ წლო ფერდინანდი ძალიან მაგარია. თან ბავშვებმა იციან. რიო ფერდინანდი. რიოს ძალიან კარგი პირველი პასი. დოპინგამდე ძალიან მაგარი იყო. მერეც კაი იყო. რიო ფერდინანდი იყო. ძალიან კარგი პირველი პასი. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მცველი იყო და ძალიან ეცი კაი. გიოცმა შემიძლია. დახვეწილი ისეთი კარგი. სად ვართ ბოდიში 100. 120-ზე ვართ არა? მე მახსოვს რომ ბოლო იყო ფულარა 120-ში, ხო? ბატონო. 125-ს გადაიხდის ანდრო როგორც ხედავ. 1, 2, 125. 1, 2 და 3 რიო წავიდა. 130. მადლობა. არა, 3-ზე წავიყვანე. მე მგონი 3 არ მქონდა ნატო. კი, ჩემეზეც ქონდა. არ ხო რა თქო. კიდე 130 გავატარე. ქონდა, ნატო. არა, მოასწრე. მოასწარ. მოუსტრია. 2 და იმან ჩაიქცია. 115. აუ ძალიან კაი გუნდი გამოდის უკვე ამას და ხო და გამატა. არა და ნათქვამი ქონდა, ბიჭო. არა ბიჭო. 200 პლუს 95, 300 მაქვს და 605 გაქვს შენ? გავიგე. 605 მაქვს მე. ნუ წაიყვანე. რამდენია? აიყვანე და კრეატივში დავხარჯავ რა. 140 რამდენი იყო? 145 გადაიხადა. 145 ეს უკვე იტყუება ტატო მოვიყვანოთ იმით. ტატო მოვიყვანოთ ეგრე მას. 145 აფსონა იხდის. 140 ხო ვიხდიდი და 140 ხდი და? ეგრე მახსოვს. ეხლა თქვი. 115-ზე ვიყავით, მე ზუსტად მახსოვს 140 ვიხდიდი. და წაიყვანე მე თქვი რომ ამაში უკვე კაი გუნდი ყავსო. ეგრე მახსოვს კაცო, არ ვიცი. 140-ად მიმყავს თუ? აი 140-ად მიყავს ან 155-ად. არა, არა, 140 იყო. 140. 140-ად, მაგრამ 140 ხო რა ვიცი, 5 მილიონის გამო დაცია ვაფშე კიდე 5 მილიონზე გქონდა შენ თან კინო ვიდეოში არისო? კარგით მეგობრებო. შემდეგი შემოგთავაზებთ მე 140. მოდი მარჯვენა ნახევარმცველი, ვინგერი და არქვით რა ნახევარმცველი არის. პირველი ვარიანტი აქ არის კოულ პალმერი. კოულ პალმერი. 60 მილიონად. 60 მილიონი. კაი, ცოტა მოიმატოს სიცივე მაგა 70. პირდაპირ 60 თქვი ჯერ, რატო უმატებ? კაი, 65 იყოს, კაი, 65. თუ გინდა 60-ის თქვი, ანუ არავინ თუ არ ამბობს. კი ბატონო, 65. 65. 1 85. 85. იმას ფერდინანდი ინგლისის ნაკრებს აგროვებს, ხო ეს? მენდესი მყავს მართლა. გავიგე ფერდინანდი უკერი პალმერი რომელიც იქ. 90. გავაყოლ პალმერის მაშინ. 100 მილიონი. 100 მილიონი. 1 2 105. 105. კაი, აუცა. რა თქვი? ჩენთა? ჩავსვამ რამე. 100. 100. არ გაცადა. 1 2 კარგად. 3. პალმერი შენ წავიდა. ინგლისის ნაკრებს აგროვებ მართლა თუ რა ხდება? იყო ეგ ხუბრობა უკვე. წაიღოს. ხო და მართლა მეთქი თუ? შენი მართლა იყო უკვე ეგ. პალმერი, რამდენი? კი. 100? შემოგთავაზებთ მეგობრებო მარცხენა ვინგერს. ოკეი. მარცხენა ნახევარმცველს. და პირველი ვარიანტი არის ნიკო ვილიამსი. ნიკო ვილიამსი. საწყისი ფასით 50 მილიონი. 55. 55 ნიკო. 60-ია პირველი ვარიანტი ნახანა. 65.
80 მილიონი ნიკო ვილიამსი. ხო, აგვიწია ამან ეგრევე. 95. ვიღაც კიდევ ერთხელ იცოდეთ რომ შეიძლება იგივე ფასად მეორდებოდეს იმავე დონის ფეხბურთელი. 100. ახლობით რაც წარმოგვიდგება. 100 იყოს. 100 მე არ 100 მილიონი ნიკო ვილიამსი. არც არ დავიხარ. შანსი არ არის. მომეჩით მე. 2 და 3. ნიკო ვილიამსი. ნიკო ნიკო ვილიამსი ბაიერნშიც მინდოდა სხვათა შორის. გასაგებია რომ არა 100 ჩემი დღევანდელი ფასებით ხო იცი. არა მე ხარ ჯონდელი დუყიდია. გამოვიდა რომ ტიპები ისე ტიპებში. როსი აფად უყიდია კი. მე ყოფილი ვარ ესე ვიშიც ვიხდი სიმართლე. მეგობრებო, არ ვიცი ვის როგორ მეორე ფორვარდ შემოგთავაზებთ. ეხ? ერი კანტონა. 90 მილიონი. აი რამე თქვი? 100. აი 115 იყოს. აი 1 120. 120? დაბსუნ, არ ერთვები? არ ვიცი ფიქრობ. 1 2 125. 120 იყო ბოლო. გიგი. მე მაგ 600 რამდენი ნიკოш ბოდის ვიხდი? შენ ფულს შეგახსენეთ 670, 605, 550. ხო, კანტონა რა თანხაზე ვართ? კანტონა ვარდ 125. ოკეი. ბოლოს კი მე ხო. 2 130. 15. 115. რამდენი აქვს ფული? ბიჭ ძალიან მაგარ გუნცაცხობს. არ ვიცი. ფულ არ შენ მაინც შეეწინააღმდეგე მე ფული არ. რა წესია ხე? ორი ნახის შეკურა და გაერთიანება. არაფერი მსგავსი. 140. 1 2 აღარ მეყოფ. 3. აღარ მე ფული აღარ მეყოფ. კანტონა წავიდა 120 მილიონად. რამდენი მაქვს ფული ბოდიში? ეხლა დაჩენილი. 670. 670. ფული აღარ მეყოფ. 670. არა, გულისხმობ რომ ამაში ადამიანი ხარდა. თქვენის ნებართვით მეორე ნახევარმცველს გამოვიყვან. რომელს? ოსის შემდეგ. აა, ცენტრალურს, ოკეი. მოდი იყოს პედრი. ო, დაბსუნ. მოდი იყოს პედრი და პედრი ღირს 100 მილიონი. რატო ღირს ტონი კროსი 20 მილიონით ძვირი ალბათ გაშაგებია. ცხადი. 3 წელია. 23-ის არის ეს. რამდენი ბიჭო? მიდი. 105-ის 170. მაგამდე უნდა გვაწვალოს და 170-ზე მეც გადაიხდი. პირდაპირ ახტი ხო ეგრევე? წაიყვანოს. არ გადაიხდის და მე კაი, 175. 180. 200. 205. ანუ შენი ბიუჯეტის ნახევარი რო იცოდე. 205 ხო? პედრი და კროსი ერთად ვაიმე ბიჭო. 10 შენ გეყოლება პედაგოგოსი ერთად? ხო და მე მომეცი რა წესია ერთად. აი 210. 210. კაი წაიღო. მადლობა. 215. 210. აა, გაუგზელა, მა? გადავახერჯინე. 220, 225. დაგახერჯინებ და 230 და მიდი. 230. აუ, არა და 230? აი, 230. და კროსი ბიჭო. კი. 1 გოლი, კიდე კაუსი მე კაი. ვერა, როგორი კითხვა არის? როგორ შეიძლება ზოგადად კაი ფეხბურთელები არ მყავდეს ცხენი წელს დაბადებულ? 240. 240 მილიონი. 240 პედრი? 1 2 3. პედრი წავიდა 240-ად. უბრალოდ ანდროს ფაქტობრივად ფული არ დარჩა. მორჩა ეს კონდე იქნება და ვერცად ვეღარ გაიქცევა აქედან. და შეუტიოს მე ისევ დაბსუნე ეყოლება ამასაც ჩემი ანტონეთი, არის. გახსოვს შენ გუნჯურა. ამდენი დამშაბიჯო. ახსოვს ხო? მოიცა. 270 მილიონი გაქვს შენ? ისინი არ გვაქვს მისტერი ბოქსები და რა. როგორ არ გვაქვს? უბრალოდ გავერთო ცოტა რა, ძალიან მოვიწყინე. მოდის მაგის დრო, ნელ-ნელა მოდი. მოვა. ახალი წელია, რა უსინდისობა უნდა არის? მივიდეთ. პედრი შენ გამოიტანე ასადო. და ბიჭო, ნახე, მან პედრი რო დაგემატება, ანდროს გუნდს აღარ შეხედავს გამანდა. წავიდა. პირველი სამისტერი ბოქსეთ ახლა ძალიან მივიღოთ. მაგრა თამაში. აბა რიო მისტერი ფერდინანდი ბოქსი. ვისყავს? როგორ? რიო ვისყავს. რიო ყავს ანდრო არ მონაწილეობს. რიკარდო კარვალიო. 40 მილიონად. ბოდიში 30 მილიონად. ან ვინმე კიდევ? არა, ის მერე მივალთ კაცო. კაი. კარვალიო 30. 30. 35. 40-ს გადავიხდი კარვალიოში. 40. 50. 50. 55 შემიძლია გამოვიდა. 55. იყო 60. 60. კი, იყო 60. 1 2 3. კაი, 60 60-ად კარვალიო. რიკარდო ალბერტო კარვალიო. გამიზარდე. მევყიდულობდი. მართლა. ძალიან მაგარი გუნდი ყავს. სამი კაცი მყავს. გუნდთან ჩვენივრად შენ იყო, თამაში კარგად. ესეთი არჩევანი ხო. გაქვს. პრემიერ ლიგაში. 10 მილიონი გუსიო. ხო? კარგია. ან 5 მილიონად. ფანტასტიკური ვარიანტი არის. გიშია თუ ან 5 მილიონი. ესეთი თამაში არის, სადაც ფასს, რასაც მე გამიხარდება, იმას ვადებ. ოკეი. 610. ესე მოვედით აქამდე, არ ხო? წუწოდებს. რო ყველა ეპიზოდი. რიკარდო კარვალიო მე რაც მესია მომდა, ის ფასი არის. აზარი არა, და 10 მილიონად ხდება ლუსი. 610-დან. ან 5 მილიონად ხო? ეს ფეხბურთელი. ხო. ლუჩი. პირველი თავისი ქვეყნიდან ვით ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ოკეი.
თავის ქვეყნიდან გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც ჩემპიონთა ლიგა მოიგო. რაფაელ მარკესი. გაასწრო საკუთარი ქვეყნის ოქროს თაობას, შეგვიძლია ეს ვთქვათ მასე, რა, საკუთარი ქვეყნის ოქროს თაობას გაასწრო რაღაცნაირად. 10-და მანამდე იყო. ცოტათი. ხო. კარიერის მანძილზე 65 გოლი აქვს გატანილი. მათ შორის 10 ნაკრებში. მოიცა ბიჭო, საინტერესოა. მოიცა თან პირველი იყო 65 თავის ქვეყნიდან ვინც პირველი არის ვინც ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ჩემპიონთა ლიგა. ხო, მარკეს მაგდენ გოლი იქნება გატანილი. მიხაილოვიჩი შეიძლება არის. ლიგა, თასი არა, ლიგა. ხო, აქეთ ასი ნიშა მაგრამ. ბიჭო, ლიგა კი მოიგო, შენ შემარა იქ ბევრი იყო ცვენა ზვეზდაში როცა. ხო, მაგრამ თასი არაო, ლიგაო. ხო, ლიგა. ვაი, ესე რაღაცა ძალიან მაბნევი ხა, ძალიან მომწონს არა და ნახე, ის ამბავი რომ 65 გოლია გატანილი 10 ნაკრებში, თან პირველი რო არ ვინც თავის ქვეყნიდან ლიგა მოიგო. და ოქროს თაობას 10-და რა. არ არის ბოსნიელი, არ ვიცი, არ ვიცი. ოქროს თაობა ბელგიის მახსენდება, მე მახსენდება, არ ვიცი, მექსიკის ოქროს თაობა. ლუსიოს ვიტოვებ რამე 10 მილიონად. ბელგიის ოქროს თაობაზე სწორი იყავი. ამბუიტე. დანიელ ვამბუიტენია. ლუსიო უეჭოელი. ხო და ლუსიო გერჩინოს. რა თქმა უნდა, ლუსიო მირჩევნია, ეხლა რა შემიძლია. ფიქრობდი, ამბუიტეს პატივისცემა. ესე ვამბუიტეზე დავიდი ყველაზე ეს ლოგიკურად რა გოლებს. სხვა შორის. სამაგერ ჩვენ 370 და გეზეთ რო გაჩ. ანდრო მომისმინე. არა, რაღაცას რაღაცას რომ ხდე. წარმოიდგინე, აქ ხო ყველა კარგი ფეხბურთელი არის. ამ ყველა კარგი ფეხბურთელში თუ ფასები არ გადაანაწილე. ეხლა ლუსიოზე უკეთესი კარვალიო არის, კარვალიოზე უკეთესი რიო ფერდინანდი არის. 170-ს არ გადავხდით თუ მეცვენებოდა რომ ლუსიო ღირს. დაახლოებით ეგეთ ფეხბურთელები არის ზოგადად. რიო ფერდინანდსა და ლუსიო შორის დიდი სხვაობა არის. თამაშია ხო. ფურცელზე რო უყურებ, რიო ფერდინანდი გაცილებით უკეთესად ჩანს. რა თქმა უნდა, რიო ფერდინანდი გენიალური მცველი არის, ანუ რიო ფერდინანდი. მეორე მეკარე დუბლი. ხო. მეორე მეკარე. აქ მე არ ვთამაშობ. დავით დეხია მეგობრებო 50 მილიონად. შეზოფიქავს, ხო? დავით დეხია 50-ად აქ მოვიჭირე. 55. წაიყვანოს? 55-დან იაფია 60. დეხია 70. ამას ევასება თუ არა დეხია? მაგრად. ბიჭო, გიჟი ხა. 80. იაფია დეხია. აიყვანე 170 მილიონი. აი, კი ბატონო. დავით მიყარა მე. დეხია 80. და შენ რა შეგიძლია ახლა? 10 მილიონად მოიცეხ შესნი? ან 10 მილიონად ეს ფეხბურთელი. მის სამშობლოში ტოპ 3 ეკარეში შედის. ოჯახში არ არის ერთადერთი ფეხბურთელი. ხო? და კარიერა იმავე კლუბში დაასრულა, სადაც დაიწყო. ოჯახში არ არის ერთადერთი ფეხბურთელი. ბიჭო, დუდეკია ჩემი აზრით. ტოპ 3 ეკარეში შეიძლება ხა სხვა ადგილებზე ვიღაცა. თან თავის სამშობლოშიო და რაღაც ამას გამოფიქრე. გააჩნია ხო ხტები. არ უნდა აზრი გამოთქვი ნიკა. ვინ? ის დუდეკია? ჯანლუიჯი ბუფონი იყო ამას. ფაიმე არ არსებობს, ბიჭო. ჯანლუიჯი ბუფონი იყო მეგობრებო. ისეთი მინისტრი. მე რო გავცვალო დინოძებში. ხო. თავის ქვეყანაში კი სოფლიოში მინიმუმ ტოპ 3-ია. მინიმუმ ტოპ 3-ია ბუფონი ყველა დროის. შეშნი ურჩევნია ბუფონს. მე როგორც გავიგე ზოგადი ანდრო მე ამა შესნია. შენი ცხოვრების საუკეთესო შენი ბოქსი მოგიტანე. ყიბზევა. შენი ცხოვრების საუკეთესო მისტერი ბოქსი მოგიტანე. გააგზელ. საუკეთესო. ანუ შენ ეთახმები ხო შესნის ესე იგი რომ მე? არა მეგერით სადახე დრამა შესნის შესნის ეთახმება გიჟი ხო არ ხარ? ფონის კამზე დავსვი და ალისონიო მაგაზე ეთახმება შემდეგ ცენტრალური არა სადღაც დრამა შემდეგი ცენტრალური ნახევარმცველი შემდეგი ნახევარმცველი ცენტრალური არის ფრენკ ლამპარდი მეგობრებო რომელსაც 100 მილიონად გთავაზობთ აჰა 100 მილიონი 105 მილიონი ედრეზე ძვირი უნდა ღირდეს ალბათ, მაგრამ მაინც 170 წესით უნდა ღირდეს თუ აღარ დამწია ფული, ოკეი. რამდენიო? 170. 160 გაქვს სულ, ანუ 160 მილიონი. 160. 175. 175. 180 მილიონი. 180 მილიონი. 180, 185 იყოს, აი. 190. 195. ვიშე ბრანდეზეა? 190? არა, 15 იყო. 200 ვიხდი მე ფრენკ ლამბარდში. 195 და ჩავიძე 200. 205. არ გინდა კროში ხო? კროში ლამბარდი ერთად ყოლყო. რა ერთად მე ერთ-ერთი არ ყავს, გავიგე რომ ერთად. 210 მილიონი და წავიყვანე. აი, წაიყვანე. მადლობა. წაიყვანე. ფრენკ ლამპარდი
ძალიან დაუფასებელი, ძალიან ისიც დიდი. მას აპირებდი, ეხლა მეც ეგ უნდა მე. ძალიან დიდი ფეხბურთელია. ძალიან. და ჩემი და შენი საყვარელი ინგლისელია. კი, ალბათ. შემდეგი მარცხენა მცველი მეგობრებო შვებია. არის რიკარდო კალაფიორი, რომელსაც 40 მილიონად მოგწევს. კალაფიორი? შენ გყავს ხო მენდეში უკვე? ხო, შენც მოდი მე გოგოების სიმპათიას წამოვიღებ 40 მილიონი. ანდრე, შენ ყავს ხო? 45 იყოს რა. 45. 45 გადავიხდი და 55. დაიყვანოს, კაი. გავიყვანო 45. კალაფიორი 55-ად გოგოების სიმპათია რა. გოგოების ნინი გიორგას და ძალიან კარგი ფეხბურთელი, არ ვიცი უბრალოდ კი, არ, გოგოების ძალიან სიმპათიას. კარგია. შენ ფულარ 10 მილიონად ფაბიო ფაბიო. ან 20 მილიონად მისტერი ბოქსი. აი საინტერესოა, ხო? ჩვენი მეგობრის კოლეგის არტურ პოღოსიანის საყვარელი ფეხბურთელი თამაშობდა პლატო იუნაიტედში და მასზე მე პრესინგის ერთ-ერთ სეზონში მეოთხე რაუნდში ბოლო თავი რომელსაც ქვია კითხვა მაქვს დაწერილი. უკაცრავად გუნდი მითხარი სათამაშობდა? პლატო იუნაიტედი. პლატო იუნაიტედი. იუნაიტედი ბიჭო. უცობიძის პლატო იუნაიტედი არის? მე ვერაფერს ვერ გეტყვით. არტურას საყვარელი ფეხბურთელი. ბიჭო, მოდი. საყვარელს ცოტა ჭყალებში ვამბობ. მოდი, რა, მისტერი ბოქს დავიდე. მაინტერესებს და რა არის? არტურა, იცით რომ ნიგერიელი ფეხბურთელები როგორ უყვარს? წაიყვანა? სელესტინ ბაბაიარო. ბაბაიარო. საოცარ დაუჯერებ. ჩვენიერი. 20 მილიონად. ესეთი გუნდი იყო ნიგერიაში. სამ ბაბაიარო მინდა ამათ გუნდებში და შენ შანსი გიჩნდება. მაგრამ ისეთ სასწავლო გუნდი ხავს რა გინდა? კი, მაგრამ ვეღარ ვხედავ. ნახე რა ხალხონი იყო. მაგრამ მე ჯერ 5 ფეხბურთელი ვიყავს ხოლმე და ხოლმე. არა, ისედაც ნახე პედრი. შემდეგ ვინგერს არის საერთოდ. შემდეგ ვინგერს, არა, ბოდიში ვინგერი არ მინდა. ვიხდი. თავდასხმას შემოგთავაზებ, შემდეგი ეს იქნება მეგობრებო მიროსლავ კლოზე. მიროსლავ კლოზე. 60 მილიონი. 65. 60 ვიღებე ჯერ. 70 ვიხდი მირო კლოზეში. კლოზე კაი არავინ არ ამო. 75. 75. 80 სოფლიო ჩემპიონატის time bombardier. ჯერ კიდევ. ხო, კიდე უჭირავს ეგ. ხო, ანუ ეხა ეს სტატუსია. ამ წუთას ჯერ კიდევ არ ეგ. კი. რომელი იყო ბოლო? 80 აფიანი ჩემთვის ახლა მე ვიხდი 85. 85. 90-ს გადავიხდი და გული არ დამწყდება და ასე ვიქნები. ანუ 90-ად იაფია ზარ ბიჭო. 95. კი. ასანაკლებად არ გა. 2 აი ასე დავამგვალი და მიმყავს, წავედი. 105. 1 დაიღოს ფულარა მას. 2 კლოზე 3 ფანტასტიკური ფეხბურთელი არის, მე ძალიან მეგდო. მართლა. არ მართლა მაგარია კლოზე. ეხლა ცუდი ვინ იქნებოდა აქ, მაგრამ ჩემი სანაკრებო დონეზე განსაკუთრებით შენ პირველი ფორვარდი ხარ? ჩემთან არის მაგაცობდა არასდროს კლოზე. მეგობრებო, მოდი მარცხენა ვინგერს შემოვთავაზებ შემდეგს. მე მყავს. ხო, ნიკო უილიამსი ყავს და იგივე ფასად 50 იყო ბრედლი ბარკოლა შემოვთავაზებ. ვაუ. ამ წელს 2000 ნუ მე პირადად ნიკო უილიამსი მირჩევნია, პირადად მე. არა, მე არ მირჩევნია, ბარკოლა მირჩევნია, თუმცა ვარავინ არ აუწიეთ ბარკოლაზე ხელი ავტომატურად ანდროსთან. 50 მილიონი, ხო? ბარკოელა. მეგრელი ბებია რო იძახს, იცი? ვი როგორ არ ვიცი სასწავლებელი და ბარკოელა. ბარკოელა, მომე. განსაყვარელი ქალია. ჩემს არ მოდის ბარკოელა. მივცეთ ბარკოლა რა. 50 ღი? არა, და 10 ღი და ლუსია, ხო, უბრალოდ არ მიხსენებ რაღაცებს, თვლინდი რაღაცებს. ოკეი, ბარკოლა 50 ბარკოლა, 10 ლუსია. 50 ბარკოლა, 10 ლუსიო. ანდრო, ლევენი პირობა იყო, რომ არ იცოდნენ. თამაშის დაწყებამდე. ინტერი. 4 გოლში ის ჩამის. არა, ჩემთვის ღერი რა. დრო გადმომიხვიე და მე ძალიან ჩილგაი ვიქნები. თამაში წუწუნს არ ვაპირებ რომ ამბობს ეგ ჩამისვი აი ამ მომენტში. მე ღერი, ჯოზეს ინტერი, ლუსიო სამუელის დუეტი. ბაიერნში გენიალური. ბრედლი ბარკოლა, რომელმაც პასი არ გაუკეთა კვარა. და მესამე შენთან ვინც მოდის არის დუგლას კოშტა. მარცხენა ვინგერად? კი. შვედიერი რა 20 მილიონად. ფანტასტიკური. ან რომელი ვერსია ბაიენსო იყო? ან 20 მილიონად შემიძლია შემოგთავაზო ფეხბურთელი. ვიჩქარი. კვარა. მისტერი ბოქსი ისე 20 მილიონად. კარგი კაპიტანი იქნებოდა. ნო. კარგი აღნიშვნა აქვს და კარგი დარტყმა აქვს. კარგი ჯებიც ხო არა აქ? მინდეს გავხარ. და ღირს მისტერი ბოქსი? 20 ასევე. დუგლას კოსეს პასი. კი. მიმაკ. რა? მისტერი ბოქსი. მორგან როჯერსი. აუ, რა კაია. ჩვენ ორი ვისყავს ესენი. რა დიდებულია. გიოცავ? ძალიან კარგია. მორგან როჯერსი მე მერჩი რომ ბარკოელა.
ბარკოლა მე ვასება რა იცი რატო აი ჩატეხვის გამო არა ბარკოლა ეხლა ძალიან ბოლოს ალამაზი დუბლი შეასრულა იუნაიტედთან შემდეგ ფორვარდს კაპრო გაუკეთა მაგის გამო ბარკოლა მე ვასება ფორვარდ შვენიერი ფეხბურთელია რა სიძახი რაზე ვაპარაკობთ ეხლა ბარკოლა რამდენად კარგია ვილებს მართლა გისევნია შენ მე უწრფელ გეუბნები მაგ მე ხო ვიჭერ მე უწრფელად ვამბობ ეს ეხლა შევნიანი კოვიდი არა იმიტომ რომ თან ბარსა და არეჯექთა და ასე შენ ზუსტად მაგიტო მე არა არა რა მე როში მე ვასება მე უბრალოდ მე სანდრო თხელია პირადი გემოვნებით არ მithora რომელიმეს მაგრამ ჩემთვის ნიკო თან ახლა თქვენ ნეგაცი ჯობია ჩემი სტილი ნიკო უფრო თუ ბარკოლა ხო ხო ევროპის ჩემპიონია ჩემი შენის ბარკოლა ბიჭო და ფინალში გოლი ინგლისთან და ხო ხდება ბაიერნ დღეს დაიწერა რომ ბაიერნს უნდა ბარკოლა ბარკოლა ზაფხულშიც უნდა არ ვიცი ვიცი მახსოვს მეგობრებო ფორვარდი დიდია დროგბა წავა დიდი დღეს ვაკეთებდი კლოზეს ფასი ჰა კლოზეს ფასი 60 მილიონი 60 შეხო ყავს კლოზე უკვე კი ამ წუთას ყველას ყავს თითო ფორვარდი ყავთ რა ბიჭო დროგბა ძალიან მინდა ძალიან მევასება დიდი 65 რა ვიხარ ბარკოვაში დავახარჯე 70 არ გაგიმართა ვიცი სულ არ მიმართეთ მაგრამ ოკეი დღეს არ ვწოდებ ეს ჩილგაი ვარ შენ 110 მილიონი გაქვს სულ 100 მილიონი 75 95 80 90 95 100-ს გადავიხდი დროგბაში მეც რატო არ მეც იმიტომ რომ ფული აღარ არის გაგვიშავდა 105 აუ 100 კაცო ამან კლოზეთ წამართვას ეხა დროგბა წამართვას რა სამართალია რა ხდება არ ეტო უნაკავს და რა დრო ხო და რა კი მეთახმები მე მინდოდა ჩავსვამდი ეტოეს მაგრამ ერთი ამბევრი 120 ნუ 120-საც გადავიხდი რა და ეხა თუ შეიძლება ერთი აღარ არის 120-ს ვიხდი დროგბაში კაი წაიყო არა ფულ არ გქო ადო ერთი დროგბა წაიყვანე ორი ფული არ მაქვს ხო ეს აღარ მუშაობს რა წესი ფულ არ მოგვიგო აღარ მუშაობს 120 რაშო დროგბა როგორ გავატანე რა ვქნა მეც აი ფული აღარ აქვს ადამიანს მოიც რამდენი გვაქვს ჩავთო 80 მილიონი ამ წუთას ფულარას აქვს 405 180 აქვს ტაფსონას და ანდროს 110 თქვენ 8 ფეხბურთელი ყავთ 8 ფეხბურთელი ყავთ და 180 დიდიე დროგბა შეიძლება ამინდო რა კაი მაშინ ამასთან ბაბაია რა გვინდა ეხლა თქვენ დაძრეულ ვაი უსებიოთი რომ უტე მარცხენა ცენტრალური მედი ვილიამსი კლოზეთ ლამპარდი დროგბა მყავს ბიჭო ალესანდრო კოსტა კურტა მეგობრებო რამდენად 70 მილიონი მე აქ იგი ფასი რაც პუიონზე იაფი ვერ იქნება ჩემთან არ გამოუშვი ფული არ მაქვს აუთოს გეივარი იმიტომ რომ 70 კაი 70 ჰა ყველა მყავს 1 2 3 კოსტა კურტა წავიდა მომიგდე მე ნახშენი ვიღაცა კარვალიო კოსტა გორდა რა ხედავ არა ერთ საათს გავხსენ რომ იქ ლუსიო დარჩა მეორე ცეტაუსოლს და თქვენი ეს დეხავით იქნება ეხა იქნება რამოს აბა ეხლა ძალიან კარგად ხარ შენ ვალტერ სამუელი არის აი ეს ინტერი დიადი ინტერი რო წუწუნებდი ლუსიო სამუელი სამუელი ეგირება ის 10 ღირდა აი სამუელი 10 ბიჭო ძალიან 5 არ ღირს სამუელი სამუელი აი ხუთად მოგცემ შენ რო არის ტირო ხუთად მოგცემ შენ ადამიანმა იმდენი იტირა აჰა. რომ სამუელზე ფასი დაუკლეს ოღონდ, აი. ჩილგაი ხალხო 10 ვალტერ ლუსიო სამუელზე, ღირდა 10 ლუსიო ღირდა სამუელიც 10 ღირს ტაფსონ ხო 10 ფასი მაგით. სამუელიც 10 ღირს ჩემთვის 7 უშუალოდ უკეთესი არის ჩემთვის უძრავ რა ჯობია ეხლა სამუელს როგორ არ ჯობია ძალიან კაი კარიერა ორივე კარგი ფეხბურთელი იყო კარგი კარიერა. კოსტა კურტა და პუიოლი ბევრად გუნდებში უკეთესი ითამაშა. არის ოღონდ იქით ვინც არა 10 მილიონად გთავაზობ ორივე სპიკი ინტერში დაემთხვა რა ჩემპიონი ხუთად შეგიძლია გებია წაიყვანო ხომ არა? სამუელი და 10 მილიონად შეგიძლია წაიყვანო ეს ვინ მამამისის სახელი შეგვიძლია ვთარგმნოთ როგორც წყნარი მშვიდობა მისი პირველ ტრანსფერში 36 მილიონი დაიხარჯა ვერ გეტყვით რა მაგრამ 36 ანუ კარგს მიხურებს და ცუდი იქნება აქვს პეპ გვარდიოლასთან მუშაობის გამოცდილება ნუ აი ვიღაცა აი ელიაკი მაგალა რაღაცა ეგეთი გისმენ სავარაუდოდ იმიტომ რომ გვარდიოლასთან თუ აქ მუშაობის გამოცდილება მის პირველ ტრანსფერში 36 მილიონი ვინმე აფრიკელი გაიხსენით რა გვარდიოლას ამ ბარსა ბაიერნის სიტუაციაში და მამამის სახელი შეგვიძლია ვთარგმნოთ როგორც ჩიგრინსკი იქნება დმიტროს მამას რა ერქვა მამას? წყნარი მშვიდობა როგორ ერქვა? წყნარი როგორ არის თუ უკრაინულად? რა ვიცი მე წყნარი მშვიდობა როგორ არის უკრაინულად, მაგრამ ეგ არ ერქვა. არა, მშვიდობა მიირ, მაგრამ გისმენთ? წყნარი. ბიჭო, ჩიგრინსკი რაღაცა. რაც გადაწყვეტა? ვიღაცა აფრიკელი იქნება. ვის ირჩევან? მანდ ჰეპი და რაღაცას მანდ არქმევენ ხოლმე სახელებს. 36 მილიონი არის გადახდილი ამ ტიპში, ხო? კი. პირველ ტრამპში. მოიც ვიფიქრებ რა ორი ზამთარი. აი, იფიქრე. უბრალოდ არ მახსოვს ამდენი ჩიგრინსკიში გადახდილი ეგ. წამოყვეთ ეხლა ეს. 16 ჩიგრინსკიში გადახდილი ზუსტად. მართლა? მეგრე მახსოვს.
ხო და რაღაც არა, უეჭველი სამუელი 5 მილიონი. ჩიგნის კი არ იქნება, იმიტომ რომ აქ ვალტერ სამუელი წავიდა ანდროსთან და მან უარი თქვა იოშკო გვარდიოლზე. გვარდიოლ. ძალიან სამუელი მირჩევნია ბევრად. ბევრად? სამუელი? აიმში? ლიგა. ბევრად. ბევრად მირჩევნია სამუელი. გიჟდები, მიყვარს. შემდეგი. მარჯვენა მცველი, კაილ უოკერი ვისხავს. შენ. კირან ტრიპიე მეგობრებო 30 მილიონი. ეგლეზე აიყვანა. ვისთან მაგ ფულარესთან? ფულარესთან მიდის. ჩემთან მოდი რატო? ამას ყავს უკვე? არა, ბოლოს ანდრომ აირჩია. ბოლოს ანდრომ აირჩია. ანუ ავტომატურად გითო ყავს ბარკოელი. ეს კირან ტრიპიეზე აი ეს ამრეზი რატო გახდა? ხო ხვდებით რომ ვინმე სხვას ველოდები. ტრიპია მესამე უფრო სუსტი ფეხბურთელი. ავიგე მარა. მოლოდინი ხო იცი? კი ბატონო, მოლოდინი. კირან ტრიპიე მიდის რამდენად უკაცრავად? 30 მილიონი. 30 მილიონი. რამდენი დამჭა? ტრიპიე ძალიან კაი იყო სხვათა შორის. 35 დამჭა? წელი იყო ძალიან. 2 წელი იყო. და აბსოლუტ შენთან რაფაელი მოდის. ტუპები ერთად დაიბადნენ თავის თავად. 10 მილიონად, მაგრამ 10 მილიონი. შემიძლია შემოგთავაზო, რომ მასზე აზრები ორად იყოფა. ესეთ ფეხბურთელი, რომელზეც პირველი მინიშნება. მოგებული აქვს კონტინენტის პირველობა, რომელი ვერ გეტყვი. მადლობა ძალიან. და გულშემატკივრობს ლონდონის არსენალს. მე ვიცი ვინც არის ეგ ადამიანი. ვინ? ან არ ვიცი, რატომ უნდა ვიცოდე. არ ვიცი. ექტორ ბელერინი გაქვს, მაგრამ რაფაელზე უარესი ვინ დამომივიდეს, მაგის შანსი ყო არ არის. ვეგდო. ოდიშის მოხდით და პატივი ყუბძმასთან და მომეცი ალტერნატივა. ვიქტორ მოუზესი. ვიქტორ მოუზესი. რაფაელზე ბევრად კარგი. ზამაზარი იყო კონტესტთან 2017 წელს. ვიქტორ უიგანშიც არ იყო ცუდი სხვა შორის. ვიქტორ მოუზესი. ზარმაგარი იყო მოუზესი. შენ 5 მილიონად, ხო? კი. ანუ დამრჩა 175. მეგობრებო, შემდეგ ნახევარმცველს შემოგთავაზებთ ჯენარო გატუზოს 40 მილიონად. გატუზოს? დაიყვანს გატუზოს. ჰეი. არავის არ გინდათ გატუზო? აიყვანოს. ანდროს უნდა რა, ანდროს. რამდენი მაქვს ფული უკაცრავად? დაგჭა 60 მილიონი. თუ გატუზოს ვიყიდი? უკვე იყიდა და დაგჭა 60 მილიონი. ოკეი, ჯენარო გატუზო რინო. ძალიან მევასება. ანუ კანტონა და გატუზო რო ყავს. გუჩი შემილეგეთ და რეზერვუარ დოგში, სოფიან არა, მოდი ვთქვათ, რომ გატუზო უნდა ყოფილიყო ანდროს. ყველაზე მამაკაცური გუნდია, ყველაზე მეტი ტესტოსტერონი ჩემ გუნდში არის. აუებიც არიან და შენებიც არიან, პედრი, პალმერი, მარკოლა და აბსოლუტურად. კი. აუებიც თქვენ. აუებიც და იმის. კამავინგა მეგობრებო 30 მილიონად. 30? რა კაი. და რა კაი მიყოლება. თან კროსი თანაგუნდელი იყო. კამავინგა 30, 1, 2 და 3. ყოფილი მადრიდელები კამავინგას მაგვრად მისტერი ბოქსი არის. ბრძანია ბა? რატო დავწერე ეს, მაგრამ კაი. კროსი გამოვინგა. თავაზობ რას? ეს ფეხბურთელი თავისი ქვეყნის დიდების დარბაზშია შესული. ვაუ. არაფერი მოუგრია ნაკრებთან ერთად. ხო. და კარიერა დაასრულა გაფორდ თაუნში. ეს შენი რჩევ ამას. მე გამოვიკო ხო? ვიცი, მაგრამ კამავინგას მაგერად გთავაზობ. ისე როგორც შემდეგ აქაც შევთავაზე. ჯოალენი. უი. არდა მე ჩავიწერე გამოვინგა უკვე. ხო, ნუ თუგინა აუ ეს ფეხბურთელი. არა, გამოვინგა რა. ამ წუთას, რადგან კამავინგას იტოვებ, შენ უარი თქვი სოკრატესზე. ორიგი დიდებული გადაწყვეტილება მისტერი ბოქსებში. დღევანდელი მისტერი ბოქსებს საოცრად ირჩევთ, ამიტომ შემიძლია. რა თქმა უნდა, საუბარი ბრაზილიელ სოკრატესი არის, ლეგენდარულ ფეხბურთელზე. არა, მე მომეცი. ნებისმიერ სხვა სოკრატესზე. დავიყვანდი რა. შენთან დიახ. რაიან გრავენბეხი ან 30-ად ან 15 მილიონად ეს ფეხბურთელი. შენებული ფასი არის ეს რაიან გრავენ. მეკლედ არავის გაგვიხარდებოდა. Yes. ბოლტონში რომ ეთამაშა სიმბოლური იქნებოდა. Yes. და ხვალ აქვს დაბადების დღე. ანუ ჩვენ ამას როდესაც ვწერთ, ეს არის 25 დეკემბერი, მეგობრებო, გილოცავთ შობას. ასევე. იმიტომ რომ ახალ წელი უკვე მიულოცეთ შობას და იმ შობასაც მე მიულოცავთ ხალხს, მაგრამ მნიშვნელოვანი არის რომ ეს კაცი 26-ში დაბადება. ნამდვილს რა. ცხენის წელს. ბიჭო, მეკლედ თუ არ გაგიხარდებოდა, შეიძლება არ რემზი არის, იმიტომ რომ მაგის მეკვლეობა არ ესწორებს აი. ხო, ბოლტონში ლოგიკური იქნებოდა. ბოლტონში რო ითამაშა ვონდერეცი მოხეტიალე შეიძლება დავარქოთ რემზის, რაღაცა შეიძლება დავარქოთ არა? თუ შენ იცი ვინც არის? მე ვიცი ვინც არის. მოხეტიალე მე ვიცი. ვინგონია, აბა თქვი. დაო, კაი ისა. ვინგონია თქვი. ვინგონია თქვი. მე მერე ვიტყვი რა მირჩევი. კაი. მე მერე ვიტყვი. ასე დაირჩიოს. ვონდერი. მე გრავენბერგს ვიტოვებ. რემზი არის, იმიტომ რემზი ბოლტონი. რემზი ბოლტონი არის გეიმ. რემზი მე თქვი გამოვიცანი რემზი არის თუ რა შენ იცი? ეს მიხვდა Game of Thrones-ის მინიშნებით. ხო და მეთქი უეჭველი რემზი არის ხო თქვი? ვიცი გრეიჯოის სკოლის კარგეცება. ბოლტონში რო ითამაშა გავიგე და შესაბამისად ბოლტონის ძაღლები მანდ არ არის კიდე ეს. ამას სოსის გიყვარს? არის ხო შორის ამოვიღე რაციონი. ვისაც გოტი დანახია კი მიხვდებოდა.
30 მილიონად, ხო? ბიჭო, რა კარგია. მარჯვენა კოლ პალმერი ვისხავს. ანდროს. მე არ მყავს მარჯვენა გარემარბი ნიკო. მარჯვენა გარემარბი მეორე ვისაც გთავაზობთ, ენცო შიფო არის მეგობრებო, ლეგენდარული ბელგიელი. ძალიან კაი კანდიდატურა არის. თან მარჯვნივ არც მე არ ვყავს. 60 მილიონად არის ენცო შიფო, რა თქმა უნდა, რეალურად კოლ პალმერზე ძვირი უნდა ღირდეს. აკლდამასაც არიცის და ამიტომ ერთასზე დავაკეთე. გრიშა კაკაჩიას აკლდამას. არა, ცოცხალი. ეუსებიო, ვიცი, მაგრამ მალე იქნებიანი. ჯვარი წერი ამში. არა, უკაცრავ. შეიძლება მე უფრო მალე ვიყო, კაი, ღმერთო, გთხოვ ერთი ვიხუმრე. ერთი ვიხუმრე მაგრამ. ხენცო კიდევ და დაიწყე. ჭირდება ეხ. ჯვარი. რამდენად არის მირონი. ეს რაზაჩი. ვარა გზერია, ენცო შეფოშენ მარჯვენა გარემარბი, მარჯვენა ნახევარმცველი. მარჯვენა ნახევარმცველი. რამდენად არის? ბიჭო, ჩიცუდეს ენცო ხო არის? 60-ად. და შენ მეუბნები რომ ენცო შიფოზე უკეთესი კანდიდატურა არ მეყოლება. ენცო შიფო არა. ძალიან ტოპ ფეხბურთელი. ხო და რავი. არა. არ გეყოლებ. ავწევ 65-მდე რა. 60-ზე აწევ. აი, 60. 65-ზე რატო? აგერ აწევ 65-ზე. 60. 100. 100. 100? 100 ვიხდი კი. შენი ბოლო ფეხბურთელია, რა? 105 იყოს. 130 ფულა. ესე გეოსებოდა. რა ვიცი. 130. შიფო. აი, წაიყვან, წაიყვან. 130 მილიონი მაგრამ ბოლო ფეხბურთელია. არა, შიფო იყო უტო. შიფო, ძალიან მაგარე. ძალიან მაგარე. შენთან ADM მოდის. კარი! 20 კარი ADM. 20 მილიონად ან ბიჭო, სასწაული. მისტერი ბოქსი. ბოდიში ვიხდი, მართლა პირველად მომი. გავივლით მაგას გავივლით. 10 მილიონად მოусვინოთ თუ შეიძლება მისტერი ბოქსი. ოკეი. ახალგაზრდული კარიერის ჩათვლით ლონდონის 4 კლუბში უთამაშია. აჰა. ჯამში მის ტრანსფერებში 91 მილიონია დახარჯული. ჯამში ოღონდ. ჯამში. ო. და გაბროს მასთან ინტერვიუ ჰქონდა. მოიცა. ორი სიტყვით ერთ-ერთი ინტერვიუ მასთან იყო. რა პოზიციის ფეხბურთელს არჩევ? მარჯვენა ნახევარმცველი. და ვინ მიეცით ისე? ADM 20 ან ამას თავაზობ 10-ად. ჯოკოვული ხო არ არის? ამგონი რახიმ სტერლინგი გიძლევა. თუ სტელინგთან ქონდა ინტერვიუ? არ ვიცი. ელინგთან იყო გაბრო, არ ვიცი. ეხლა ცუდი კი არის ისე რო არ უყურებ ჩემი კოლეგის გადაცემებს. შაძებს. მე იმდენი არა, მაგ რაღაც რო ეხლა უკვე ვეღარ ჯოკოვული უფრო. რომელი? ან ADM-ი ხო? ADM ან ეს? რას ირჩევ? კარი! მისტერი ბოქს ავირჩევ. ნონი მადუეკე. ნონი მატუეკე გიორგი ფუარიანთან ADM-ი თუ ხო და ისე მე მადუეკე მერჩები მე ცოტათი მადუეკე. მე ეს არის. მე არ მირჩევი არ. არა მადუეკე ისა. ADM-იც ძალიან არის სტაბილი. ფორვარდები გადაგვრჩა, ADM მეგობრებო. ასე. ფორვარდები გადაგვრჩა. არ. თითო ფორვარდი გჭირდება თქვენ. მიზავის. პირველი ფორვარდი, რომელზეც საუბარი ამ წამს შედგება, ეს არის მარიო ბალოტელი 20 მილიონად. წავიყვარ. დაიღვე. ბალოტელი 20-ად. არანაირი პრეტენზია. ნახეთ. მაინც ბალოტელის მაგერად მე 40 მილიონად შემოგთავაზებ ფეხბურთელს. ოპა. აი კონდებილობა იქნება რა ბალოტელი არ წავიყვარ. მე მაინც შემოგთავაზებ. მაგრამ ბალოტელი 20-ად იყო, ხო? ეს 40-ად არის ხა. 40-ად არის ეს, კი. აუ შენ იქნები. მარიო ბალოტელის თანამემამულეა. პროფესიული კარიერისას ატარებდა ულვაშს და ნაკრებში აქვს 22 გოლი გატანილი. რაში შეიძლება არის? იტალიელია რაში? არა, კაცო იტალიელიაო, ეგ თქვა? თანამემამულე თქო. უკაცრავად ვერ გავიგე. ეგ საერთოდ ვერ გავიგე. მაშინ წავიდეთ ულვაშიან იტალიელებზე. ვინ არიან? ავი კაუზიო და ვიღაცები არიან და ბიჭო, ულვაშიანი. კაუზიო სატომოგიდან. არა, ხომ არა და ვას ატარებდა კარიერის დროს. მოიცა. ულვაშიანი ფორვარდი იტალიელი. იტალიელი უაშიანი იძაგის არ ქონა. არ ვიცი რა. ბიჭო, არა, ცოტა უკანონო წავიდეთ ჩემი აზრით. ვინ იყო? უფრო უკან. აა პაოლო როსი არ ვიღაცა იგე. როსის ულვაში არ გარს მე არ მასოს. ულვაში ბერგომიზე მაქსენდება პირველ იტალიელზე. ფორვარდი უნდა იყოს. არა, ფორვარდი უნდა იყოს. აირჩიე. რა ვიცი რა. ის ხო არის? ბალოტელის აიყვანს ეს თო. ბიჭო მე ბერნარდო კორადი ხო არა, ბიჭო? სიტი და იტალიელები ნახე? ბერნარდო კორადი. სიტი და იტალიელები. რა ბოდიში ხალხო. რაც შეფორ. აირლენდის და სიტიში. აირლენდი ვიცი აირლენდი. მან თამაშობდა კორადი. მელოტები კარგად იცი, ხო? იმახსოვრებ ამ ნეო. ანდრო, გადაწყვეტილება. ბალოტელი.
ბალოტელი. სანდრო მაცოლა იყო. მაცოლა, საერთოდ მაცოლა. ხო, გეუბნები კანონად დავიდეს მეთქი მაგით. აბსოლუტური დაუნგრეიდი იქნებოდა მაცოლა რო ერთში, ამიტომ გილოცავენ რომ. საოცარი გადაწყვეტილება. ბარიომერში უნდა აი გინდისე გაიგეთ. არა, ბაზარი. ტიპის მაისორი ვარ მოსული, რა თქმა უნდა, ბალოტელი. ბალოტელი ვინც ეს მაისორი გაშვება? დენი ველბეკი. ბოლო ფეხბურთელიც გავიდა. არტყმულების გუნდი შეაგროვა. აი ეს დენი ველბეკი. გიჟების გუნდი არის. ან როგორ გაგიჟდა ამ ეპიზოდის გადაღებისას, სწორედ ესეთი გიჟების გუნდი ყავს. და მოდი, ბოლო ფეხბურთელის თუ შეიძლება, რო ვთქვათ, ეს არის დენი ველბეკი 20 მილიონად, ან 40 მილიონად გთავაზობ ამ ფეხბურთელს. დენი ველბეკის თანამემამულეა, როგორც მაცოლა. ნუ ესე იგი ინგლისელი ხო, კი ბატონო. ამ მომენტისთვის 115 გოლი აქვს გატანილი და სამართალ დამცველებთან არაერთი პრობლემა ჰქონია. ო. ორჩა მინიშნება. ხო, სამი მინიშნება იყო ხო. ობინსის ხო. აუ ტოუნის ხონდა, ეგრეც მახსოვს. აივან ტოუნ, მაგრამ 115 გოლი ეს პრემიერ ლიგის თუ გუნდში. ჯამში კარიერაში კაცო. კარიერაში. კარიერაში. არა, შეიძლება ქონდეს 115 გოლი. ეგან დენი აუ დენი კლოზე დენი ველბეკი. დენი ველბეკი. ინგლისელი არა, ისეთი მოჩხუბარი ინგლისელი კიდევ ვინ არის? სანჩოსაც ხონია ეგენი. აი იყოს 40-იანი იყოს. მარკუს ბენტი. მარკუს ბენტი, ჩალტონიდან, სხვადასხვა. მარკუს ბენტი. მარკუს ბენტი. აბა წარგვიდგინეთ გუნდები, დაიწყე. ფულარ. რომელიც შენ 225 მილიონი დარჩა ფულარ. კი, მოიცადე მაინც. კარგი, კარგი. 10 პერსონაჟ და 40 დროგბა როგორ არ წაიყვანე. აი ეგ მაგას კი ვნანობის. აი კლოზე დროგბა ერთად ძალიან მაგარი იქნება. აქეთ გამოვიდა და მარკუს ბენტი და იუსებიო, ხო? ეხენი? ეხა მე მოვიქ. ნახოთ, არ ვიცი. კაი, მოგლედ პრემიერ ლიგით უნდა დავიწყო ეგრევე, თუ კარში დავიდე ხია მყავს. თავის პიკში საოცარი, კირენ ტრიპიე მარჯვნივ, რიკარდო ალბერტო კარვალიო ცენტრში. მე რაღაც ბილი კოსტაკურდა. სელესტინ ბაბაიარო, ტონი კროსი გამავინგა, მადრიდელები აღვადგინე ერთად ისევ, ნუნი მადუეკე, ნიკო ვილიამსი, მიროსლავ კოლაზე და მარკუს ბენტი. საშინელი გუნდი. არა, რა, შვენიერი გუნდი, საინტერესო გუნდი. საშინელი გუნდი საერთოდ. ხო, რა, კაი გუნდი. საინტერესოა? ტოპ. საერთოდ არა საშინელი გუნდი, კარში დეხია, აქეთ კროსი გამოვინგა, ნიკო ვილიამს კოლზე რა არის საშინელი გუნდი. ბაბაიარო და ბაბაიარო აბსოლუტურად. აი, და კოსტაკურ და კუკარვალი მოს დაცვაში რატო აგა? ამ ჰიპერბოლების და გაზვედების გარეშე უბრალოდ იმ ადამიანებს მივანდობ, ვიც უნდა ერჩიოს, იმიტომ რომ მე მგონი კაკაჩია საკლდა. სახელები თავისეს ამბობ. ანუ ძმა ჯერ ცოცხალ ადამიანებზე ითარსებს. ვიწყევლებია. ხარება როგორც გრიშას ლამარაში შემოხდა. ლამარა. ამიტომ მოდი ვაცადოთ ვინ ცოცხალია. დინო ჯოფიკარში. დაცვის ოთხეული. კალაფიორი, პუიოლი, ლუსიო, ვიქტორ მოზესი. ნახევარმცველები მორგან როჯერსი, ფრენკ ლამპარდი, რაიან გრავენბერხი, ენცო შიფო. და წინ ბორის პაიჭაძე და დიდი დროგბა, ეუსებიო. ანუ მე მგონია რომ რაც ამ პროექტში ვიღებ მონაწილეობას, ასეთი კარგი გუნდი არ არის ძალიან მაგარია. ჩემი არის ძალიან მაგარი გუნდი. ასეთი გუნდი არ რეალურად ძალიან მაგარი გუნდი. აბა ან დროგის მადლობა ფულარ, მადლობა ძალიან დიდი. თან დროგბაზე ძალიან წლებებული რა. დროგბა უნდა. კი, ანდრო. აი ეტოც ყოფილიყო ბარენ ცხენზოში, აი ყვანდი შენ. ბიჭო, ეტო არ ქონდა მაგ. დაუჯ ბუფონი კარში. ვინო არა. ბუფონიზე უარი კაცო. შესული. ბუფონზე ნუ გვატყუებს ეს ადამიანი, ნუ გვატყუებს. ბუფონზე უარი თქვი. კი, ბუფონზე თქვი უარი. კონდა შანსი და უარი. როგორც რეალის კომპლექსი აქვს ბარსას, როგორც ჯოზე მაურინიო თქვა, აუ ბარსპანემ მეჩხუბე. როგორც ფენერბახჩეს კომპლექსია გალატასარაი. კაი გადაუბრ რაღაც ეს. ჯიჯი კარში. უიცებ შესნი. კარში. სკამზე. ვოკერი მარჯვნივ, მარცხნივ ნუნუ მენდეში. აბსოლუტური აფეთქება ფლანგებზე, მე დაბომბავენ ამ საწყალ აკლდამელებს. ცენტრში რიო ფერდინანდის და იოშკო გვარდიოლის დუეტი. გვარდიოლიც არ ყავს. გვარდიოლიც არ ყავს. სამუელი ყავს. ანუ იოშკო გვარდიოლი. დააკვირდით რა ფეხბურთელებზია გვარი ნათქვამი. გვარდიოლზე. ბუფონი, იოშკო გვარდიოლი, სანდრო მაცოლა. დიდებული სელექცია. მე მგონი სიმბოლური გააკეთა ვიზეთ უარი თქო და იმას გვიკითხავს ეს მაცოლას მოცარელა მირჩევნი. ვით რომ ყავს. საუკეთესო გადაწყვეტილება მე. იოშკო გვარდიოლი და რიო ფერდინანდი. ვალტერ სამუელი ყავს ეს არ გიდა. კაი, ეს თხური. ნახევარდაცვა. პედრი თქვენი საყვარელი ფეხბურთელი და ტიპი რომლის გამოც ბარსელონა შეიძლება შარშან მოიგო ჩემპიონთა ლიგა.
რინო გატუზო საუკეთესო ადამიანი მაფია გატუზო ერთად რა რინო გატუზო ანუ კოკეინასაც შეჭამს თუ რამეა ყველაფერს გააკეთებს პოულსაც გაიკიდება შალკეს და გახსოვს ალბათ შეფულარ კი ბატონო 3-2-ის და თამაში პედრის ზუსტად ეგეთი ტიპი ჭირდება ეს იქნება პედრის ბოდიგარდი ანუ 5 მეტრიანი მესი დე პოლის ამბავი ის არ მიუშვებს გატუზო იქნება იარაღით მარჯვენა ფლანგზე კოუ პალმერი კაცების მომტყუებელი გეიმვინერების გამტანი მომტყეზე როდა ბიჭო მეცმა დავპაუზდი აშინელი მეცმა დავპაუზდი მერამდენად უნდა მოაჩიოთ ამ კაცს აქ ბინძურესი გონება ბიჭო მეცმა დავპაუზდი მარტო კი ანუ არ ხო რა ეს უნდა ფულარეს მეც ეგ მეგონა ანუ შენი შეა პრობლემა მე მაგ უწმინდა ესე კი ცრემლები შემდეგ მიდი სუფთავის ცრემლები სუფთავესი გონი განაგრძე აი ბიჭო კოუ პალმერი კოუ პალმერი ერიკ კანტონა აიკონი აბსოლუტური აიკონი შეგიძლიათ საყელო გაისწოროთ აბსოლუტურად და ფულარ და მის გვერდით ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი მარიო ბალოტელი მარცხენა ფლანგზე კი მყავს ერთხელ ჩაიხსენი რა სხვა დროს კაი გამარჯვება ასეთი იოლი არასდროს ყოფილა მეგობრებო კამერამ დააფიქსე ყველას გილოცავთ ახალ წელს ჩვენც გილოცავთ ცხენის წელს წარმატებების, ჯანმრთელობის, ბედნიერების მომტანი იყოს და ანდროს უსურვოთ რომ უკეთესი წელი გქონდეს. ანდრო, მართლა. ეს ბოლო რამდენიმე დღეა, რაზეც ეს გვეწუწუნა. იყო ჩემი ბოლო აუქციონი მაყურებლებო. დაასრულე კარიერა აუქციონში. 2025 წელს რა თქმა უნდა. 2026 დაუბრუნდები ამათ ჯინაზე დაუბრუნდები და ამ ფეიქ ტიპებს გავანადგურე. ფულარ შენ მაგარი კაცი ხარ მე ამაზე მომ. რა შეხება ჩემ გულს აურა გუნდი არის თუ გამარჯვება არ გამოვიდეთ აფსონას 1920-იანების ხალხთან მაშინ ცემენ. ანდრო აწყობს FIFA-ში და რა თქმა უნდა კანტონა ბალოტელი რინო გატუზო და კიდევ იმყავს შესნი მწეველი საუკეთესო შეუძლებელი ან მოაგებინე ჩემი აზრით ან ტაგების მიღება და შენი გუნდი ან მოაგებინე აქტურად აფსონას გუნდი საუკეთესოა ან მოაგებინე ან არ ვიცი ერთად რაღაცას დამწყდა გული რომ სამუელის მაგალითად გვარდიოლი არ აუყარეთ თორე შესნი რა თქმა უნდა ჯიჯი ბუფონზე კი არა ყველა დროს საუკეთესო მაგალითად ჩემ კითხე ხარ მაშინ არა ობიექტურად შენი გუნდი საუკეთესოა დავს ადლობა ფულო ჩემიც ხო ჰა შენსაც ჩემი ჯობია რინგზე რომელი მოერევა რინგზე შენი რინგი შენია კენაში კენაში შენი კონტენის რომელი ვერ მოერეოდა ედრი და ის საშინელება მომივიდა რა